მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები აპარატის თანამშრომლებს, ადამიანებს, რომლებიც უყურებენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას. Კვორუმი გვაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ სხდომა. დღის წესრიგი დარიგებულია, სადაც გათვალისწინებულია ორი საკითხი. საქართველოს კანონის პროექტი უცხოელთა და მოქალაქეების არქონების პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი პროკურატურის შესახებ ორივე მეორე მოსმენით, ორივე დაჩქარებული წესით არის. თქო დავამტკიცოთ დარიგებული დღის წესრიგი. მადლობა. შესაბამისად პირველი საკითხით დავიწყოთ. ეს არის უცხოელთა და მოქალაქეობის არქონების პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. გთხოვთ ბატონო ვახტანგ. მოგესალმებით. განვიხილავთ სამწლიანი IT ბინადრობის ნებართვას. ჩვენი კოლეგებისთვის, რა თქმა უნდა, ცნობილი არის აღნიშნული კანონპროექტის შესახებ და შეგვიძლია რომ მეორე მოსმენის ფარგლებში განვიხილოთ. ჩვენ მქონდა კომუნიკაცია, ასევე ნაყოფიერი მუშაობა აპარატის თანამშრომლებთან ერთად, იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდით მათ და დავიწყოთ მივყვეთ ახორციელდა რაიმე ხასიათის ცვლილება. მუხლი პირველი რედაქციული ხასიათის ცვლილებები არის შეტანილი ტექსტში, რომელიც გაქვთ ყოველს დარიგებული. კი ბატონო, მუხლი მეორე არ არის ცვლილებები. მუხლი მეორეში მგონი იყო საკანონმდებლო ტექნიკის კუთხით და რეგისტრების დაზუსტება. კი, მეტი არაფერი. მუხლი მესამე არ არის ცვლილებები. დიდი მადლობა კოლეგებო, შენიშნული მოსაზრებები ხომ არ გაქვთ? ასეთი არ არის. დიდი მადლობა. ბატონო ვახტანგ, გთხოვთ რომ დაიკავოთ ადგილი. შემდეგი საკითხი ჩემი გამოსატანი გთხოვთ ბატონთან. კოლეგებო, განვაგრძოთ მუშაობა. დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრთა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე, ასევე დაჩქარებული წესით განვიხილავთ ამას. მეორე მოსმენით მოხსენებელი არის ბატონი არჩილ გორდულაძე და გთხოვთ ბატონო არჩილ მეორე მოსმენით გათვალისწინებული წესით განვიხილოთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა. წინასწარ ხომ არ გსურთ რაიმე კოლეგებო, გახსენებთ წარმოდგენილი კანონპროექტი ეხება გენერალური პროკურორის კანდიდატის წარდგენის პროცესის დახვეწას, სადაც ჩართულები აღარ იქნებიან ის პირები, რომლებიც კონსტიტუციით გათვალისწინებულები არ არიან და შესაბამისად საპროკურორო საბჭოს თავისი კონსტიტუციური მანდატის და უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება სხვა პირთა ჩართულობის ან დროში გაწერილი პროცესის გარეშე. წადვა მეორე მოსმენით. კი ბატონო, მაშინ დავიწყოთ. ესე იგი, პირველი მუხლი ყოველთ რედაქციული ხასიათის ცვლილებებია განხორციელებული. კი ბატონო, მეორე მუხლი ანალოგიურად. მესამე მუხლი ცვლილების გარეშე. შეკითხვების შენიშვნები, მოსაზრებები არც ერთ მუხლთან დაკავშირებით არ არის, მასშტაბამდე კანონპროექტი განხილულია. მადლობთ. დიდი მადლობა. კოლეგებო, ჩვენ განვიხილოთ მეორე მოსმენით მნიშვნელოვანი კანონპროექტები, მაგრამ ტექნიკურ დონეზე შედარებით მცირე, ასევე დღეს გვექნება მესამე მოსმენით კენჭისყრები, როდესაც პლენარული სხდომა მიიღებს ამ კანონპროექტებს. შესაბამისად გთხოვთ რომ კენჭი უყაროთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს, ეს არის უცხოელთა და მოქალაქეობის არქონების პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ვინ არის მომხრე? ერთხმაც მადლობა. და ბოლო საკითხი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მეორე მოსმენით ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა. ხარდაჭერილია. ერთი საკითხისაც უნდა შევეხოთ აუცილებლად. გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას. განსაკუთრებით ვრცელდება ახლა ინფორმაცია, მათ შორის ჟურნალისტებიც ბრწყალებში დაინტერესებული ჟურნალისტებიც საკეთებენ განცხადებებს მხარ და მხარ და
კითხვებს უსვამენ მათ შორის კომიტეტის შემოსვლის წინ საჩივართან დაკავშირებით, რომელიც ეხება ადამიანების შეურაცხყოფას, მათ გადაკიდებას, ლანძღვაგინებას. ერთი რამე არის, რომ მაგალითად ასევე გავრცელებული ინფორმაციაა, რომ სოციალურ ქსელში პლატფორმა X-ზე გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც გაკეთებული იქნა საგარეო საქმეთა მინისტრის თუ სურათ მახსოვს მისი თანამდებობა გერმანიაში, რომელსაც უწოდეს მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამ განცხადების გამო 58 წლის მამაკაცი პასუხისმგებაში მიეცა და ჯარიმა იქნა გამოყენებული. მაგრამ თურმე საქართველოს დასაშვებია გერმანიაში, თურმე აკრძალული უნდა იყოს საქართველოში და ერთი კარგად დავიმახსოვროთ ყველამ, რომ ადამიანია გერმანიაშიც და საქართველოში. ადამიანის უფლებები გერმანიაშიც არის დაცული და საქართველოშიც უნდა იყოს დაცული. და ეხლა გარედან დაფინანსებული ადამიანები, პირდაპირ დავალება მიღებულები, თუ სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს რეალურად მათი პასუხისმგებლობასთან ერთად ამავდროულად ამ დამფინანსებლების ეგრეთ წოდებული დონორების პასუხისმგებლობაც არის. მათ შორის, რომელსაც ამ ადამიანებს საერთოდ არ უნდათ ამ პასუხისმგებლობის აღებას და ხშირად წამქეზებლები უფრო არიან და ერთი სიტყვა ვერ ვათქმევინეთ. ერთი სიტყვა ვერ ვათქმევინეთ, ვერც ერთ დონორს, ვერც ერთ საელჩოს წარმომადგენელს, ვერც ერთ ეგრეთ წოდებული ადამიანის უფლებების დაცვა რომ უწერიათ თავიანთ დიდი ასოებით, თავიანთ წესდებებში ამ ორგანიზაციებს, მაგრამ არ ადაგიდებენ არც ბავშვის, არც ქალის, არც მამაკაცის ადამიანის უფლებებს ზოგადად, მაგრამ სხვა ადამიანების შეურაცხყოფებით კი არიან კარგად გამორჩეულები. შესაბამისად ადგენენ ახლა ეს ადამიანები კარგად გაითავისონ რა არის მათი ქმედება, მათი დარღვევა და პირველ რიგში თავი გააკონტროლონ და დაიმახსოვრონ, რომ ადამიანის უფლება მთავრდება იქ, ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები. მადლობა, გთხოვთ რომ აღარ შევიდეთ განხილვაში და დავასრულოთ ჩვენი კომიტეტის ხდომა. კომიტეტის ხდომა დასრულებულია. მადლობა.